ზუსტად იგივე ხარისხის, ზუსტად იგივე ფორმები იყიდება 4-ჯერ უფრო ნაკლებ ფასად. 23 არა. რატომ ღირს სასკოლო ფორმა 95 ლარი? განათლების სამინისტროს ხარისხის და ფასის შეუსაბამობის გამო მოქალაქეები აკრიტიკებენ. სასკოლო ფორმა საცალო გაყიდვების ჩინურ ვებგვერდზე ბევრად უფრო იაფიღებს. ამ ფასში შედის კომპანიის მოგებაც, გაყიდვების ვებგვერდის საკომისიოც და გადასახადებიც. ჩნდება კითხვა, რატომ არის ფასი განსხვავებული საქართველოსთვის? არ მომწონს. ბავშვისთვის ჯანმრთელობისთვის მით უმეტეს. იმიტომ რომ ის მაინც ხელოვნურია, რაც არ უნდა იყოს და ბავშვს უფრო ბუნებრივი უნდა ეზოთ. ჯერ დიდსაც და ბავშვს მით უმეტეს. რა თქმა უნდა, ძვირია, იმიტომ რომ 1 და 2 ფორმა მე მგონი არ ეყოფა ხო ბავშვს. გამოსაცვლელადაც ხო გვინდა და უფრო ხელმისაწვდომი ფასი თუ იქნებოდა, ან საერთოდ უფასოდ თუ იქნებოდა, უკეთესი იქნებოდა. პატარა ბავშვებზე ახლა ხარისხი პირველი უნდა იყოს, რა თქმა უნდა. არც ერთი მშობელი არ დათანხმდება უხარისხო ტანსაცმელს, რა ვიცი. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვებს ყველაზე კაი ჩავაცვლოთ. აუცილებელი მგონია საკვების თემა არის ვიდრე ფორმა, თან ისეთი ფორმა, რომელიც კანისთვის დამაზიანებელია და ზოგიერთ ბავშვის მშობელს არ ექნება ამ ფორმის ყიდვის საშუალებაც. ფორმებს, რომელშიც მშობლებმა 95 ლარი უნდა გადაიხადონ, კომპანია შეპესა Glory Textile Industry ჩინეთში კერავს. ჩინურ საიტებზე იგივე შემადგენლობისა და ხარისხის ფორმების შეძენა 23 ლარადაც კი არის შესაძლებელი. არის შედარებით ზურიანი ვერსიებიც, თუმცა მათი ფასი 95 ლარი ნამდვილად არ არის. არადა წესით საბით უმოშეს ყიდვის დროს ფასი უფრო ნაკლები უნდა იყოს. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ფორმები სავალდებულო წესით კონკრეტულმა პირებმა ისარგებლეს და დიდი ფული იშოვეს. იკვეთება რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა. პირველი გამოჩნდა ის, რომ ქართულ ოცნებას არ აინტერესებს ბავშვები და მათი ჯანმრთელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფორმა, რომელიც მათ სავალდებულოდ ატარებელი გახადეს, არის 72% პოლიესტერისგან დამზადებული, რაც ხშირ შემთხვევაში არის ალერგიის გამომწვევი, არ ატარებს ჰაერისთან, რა თქმა უნდა, დისკომფორტის შემცველი. მეორე გამოიკვეთა არაეფექტური ფულის ხარჯვა და მათი არაკომპეტენტურობა. 25 მილიონით უფრო მეცი ხდიან, ვიდრე ეს ყველაზე სუდი შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა. გვაქვს ეგეთი ეჭვები. კეთდება თუ არა არალეგალურად ისეთი ფული, რომელიც დააწვება ქართულ მოსახლეობას და იქნება თუ არის კიდევ ერთი სქემა ქართული ოცნების დატრიალებული. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. განათლების სამინისტროს ბრძანების მიხედვით ცნობილია, რომ ფორმებს ღირებულებას თავად განათლების სამინისტროც უმატებს. მაგალითად, თუ პიჯაკის თვითღირებულება 39 ლარია, მშობელს მოუწევს 45 ლარად იყიდოს. საერთოდ პირველად საჭიროება არ არსებობდა ამ ფორმების და რაღაც მოიგონეს და დამატებით ბიუჯეტს დააწვა 45 მილიონის ხარჯი და ამის შემდეგ კიდევ უფრო ასე ვთქვათ შორს წავიდა მთავრობა და განათლების მინისტრი და ფასი მოუმატა კიდე იმას, რაც დაჯდა ეს სკოლის ფორმები, ანუ ორმაგად დაიხარჯა საქართველოს მოქალაქე. ერთი ბიუჯეტიდან, რაც ყველას გვეხება და მერე კონკრეტულად უკვე 11 მილიონი უშუალოდ მოსწავლეების მშობლების ჯიბიდან ამოიღო გივი მიხანაძემ, რაც აუცილებლად უნდა გაუქმდეს. ასე გონივრული ნაბიჯი იქნება ის, რომ ბავშვებს სკოლის ფორმები დაურიგონ უფასოდ. წელს რადგან შეკერეს და მომავალი წლიდან თუ საერთოდ გააუქმებენ, იქნება უკეთესი. ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებს აპროტესტებს სალომე ზურაბაშვილიც. ის მშობლებს მოუწოდებს, რომ ამაზე თვალი არ დახუჭონ. თუ ფორმები საჭირო არის, რატო უნდა შეიკეროს ჩინეთში? ნუ თუ სამკერვალოები აღარ არის საქართველოში, რატომ არ უნდა იყოს ეს თავისუფალი არჩევანი მშობლების? კიდევ მე სხვა საკითხი არის, რა ხარისხის ეს სინთეტიური ფორმები, რამდენად არის მისაღები, თუნდაც ჯანმრთელობის და უსაფრთხოების კუთხით ესეც გასარკვევი არის. ასე რომ მე მშობლებს მოუწოდებდი, რომ ამაზე არ დახუჭოთ თვალი და კიდევ ერთხელ არ შეეგუოთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან, რასაც გთხოვენ და რისთვისაც კიდევ ერთხელ გემუქრებიან ჯარიმებით. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ათობით საჯარო სკოლის მშენებლობაც კი არ დასრულებულა და სკოლებში ბავშვთა კვების პრობლემა მოსაწესრიგებელია, სამინისტრო ცვლილებებს ფორმების შემოღებით იწყებს. ვურჩევდი განათლების მინისტრს, რომ მივიდეს 207 საჯარო სკოლაში და შეიხედოს საპირფარეშოებში. მოიკითხოს, რამდენ სკოლაში არსებობს ბუფეტი და ზოგადად კვებისთვის ინფრასტრუქტურა. გაერკვეს, რამდენი ბავშვი დადის მშიერი სკოლებში და უმნიშვნელოვანესი ამბავი იქნებოდა კვების საკითხის დაყენება დღეს და არა ფორმების. ასევე კარგად მოიკითხოს, რამდენი სკოლა არის დანგრეული და დაკეტილი წყლობით. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გივი მიხანაძე
გვემუქრება და გვეუბნება, რომ აუცილებლად ჩვენ შვილებს უნდა ჩავაცვათ ხელოვნური ფორმები და თანაც უნდა ვიყიდოთ გაცილებით ძვირად, ვიდრე არის ამ ფორმების ღირებულება. ნებისმიერ ოჯახს მოუწევს 2 ან მეტი კომპლექტის შეძენა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის დადახარჯებს და ის რომ ქართული ოცნება საუბრობს სოციალურ დაუცველებისთვის უფასოდ გადაცემაზე, აბსოლუტურად არ აბსოლუტებს სხვა ოჯახების ტვირთს, ის რომ ბაზაში არ არიან, აღნიშნავს რომ მათ აქვთ ისეთი შემოსავალი, რომ გადაიხადონ თუნდაც 200 ლარი ერთი შვილის ფორმით შემოსვაში. მშობლების ნაწილი ფორმების ამ ფასად ყიდვას არ აპირებს. ამბობენ, რომ უხარისხოა. განათლების მინისტრი კი ასეთ მშობლებს ემუქრება. ახლა საინტერესოა, რა სანქციებს დააკისრებენ მათ, ვინც ფორმებს არ იყიდის.